ქართული ოცნების პარლამენტმა მედიის შემზღუდველ კანონ პროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. რეპრესიულ ცვლილებებს მაუწყებლობის შესახებ კანონში ხმა 86 დეპუტატიდან 83 მისცა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. კანონ პროექტით სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებს მთელი რიგი შეზღუდვები უწესდებათ. ოცნების მტკიცებით ეს არის მედიის რეგულირების ეგრეთ წოდებული ბრიტანული მოდელი. კანონ პროექტის თანახმად კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და შემდგომში მათი დაჯარიმება შეეძლება თუ ისინი ახალი ამბების გაშუქების დროს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს არ დაიცავენ, თუ ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს. თუ წინასწარი გაფრთხილების გარეშე ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა. თუ პირდაპირ ეთერში შესული ზარები სამართლიანობის პრინციპით არ შეირჩევა, თუ სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, საჯელო აღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა, როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, რომლებსაც იღებენ. თუ პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს. კანონ პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდა და განისაზღვრა, რომ იგივე წესები მაუწყებლების სოციალურ გვერდებსა და ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება. თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ მაუწყებელმა ეთიკური სტანდარტი დაარღვია, ის მას გააფრთხილებს და დარღვევის აღმოსაფრთხებლად ვადას მისცემს. თუ მედია საშუალება კომისიის მითითებას არ შეასრულებს, მაშინ დააჯარიმებენ. კანონ პროექტის ავტორი და ინიციატორები ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის დეპუტატები არიან, თუმცა დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, რომ ცვლილებების ნაწილს მხარს არ უჭერს სოზარ სუბარი. მისი თქმით, მედიისთვის ბალანსის მოთხოვნა არასწორია და სახელმწიფო მედიის რეგულირების საკითხებში ასე ღრმად არ უნდა შეიჭრას. როცა ვამბობთ მიუკერძოებლობა კარგია, მაგრამ ეხლა სოფლიოში ესეთი მიუკერძოებელი მედია არ არსებობს სასწორით. ტყუილი არ უნდა თქვა, ეს არის მთავარი და ადამიანს ცილი არ უნდა დასწრამოთ, თორე ესე მიუკერძოებელი, ყველა ადამიანი მიუკერძოებელია, ნებისმიერი მედია მიკერძოებულია, ფლობელი ყავს და იმას თავის პოზიცია აქვს. ეხლა სხვა არის, თქვა საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა სტანდარტი მოსთხოვ, თორე ზოგადად მიუკერძოებლობა, ზოგჯერ ნონსენსი არის. საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება, მე-6 პუნქტი. ესეც აი როგორ შეიძლება იყოს საავტორო გადაცემა ნიშნავს, რომ ამ ადამიანს აქვს თავისი პოზიცია. გამოხატავს ამ პოზიციას და პირდაპირ ცდილობს, რომ ის აზრი დაამკვიდროს და ან რატო ვალდებულებთ, ან როგორ უნდა გააკეთოს შეუძლებელია. მედიის წინააღმდეგ ოცნების პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით კიდევ ერთი კანონ პროექტი მიიღო. ცვლილებების თანახმად აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების, ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება. გარდა ამისა, აიკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. კანონს ემატება ნორმაც, რომლის მიხედვით დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება. დღეს ამ კანონ პროექტის განხილვისას ოცნების დეპუტატებმა სამომავლოდ ონლაინ მედიის უცხოური დაფინანსების რეგულირების საკითხზეც იმსჯელეს.